აი, უკეთეს ამბავს მოგიყვებით კიდე, რეიფი გავიცანი, ეს იყო 2012 წელი, მე მგონი, როცა მე ვარ მოსკოვის პოლიტიკური კვლევების სკოლის კურსდამთავრებული და ძალიან მაგარი სკოლა არის ეს, აი აბსოლუტურად ესეთი ძლიერ ფასეულობებზე დაყრდნობილი და ძალიან სერიოზული სკოლა და საერთაშორისო სკოლების ქსელის ნაწილი არის და აი ამ სკოლების ქსელის იუბილე, ფაქტობრივად 20 წლის იუბილე იყო, შედგა ლონდონში და მათ შორის მიღება, საზეიმო მიღება შედგა თემთა პალატის სპიკერის მაშინ რა ქვია რეზიდენციაში და იქ მოკლედ კლასიკური წესით ყველაფერი ეს ხდებოდა და იქ შევხვდით რეიფს და შევხვდით ისე რომ ახლა ნუ იქ როცა ოფიციალური ნაწილი დამთავრდა მე წავიდა მოკლედ ეს ყველაფერი უფრო ახლო სივრცეში გაცნობა და მე როცა ვეუბნებოდი, როცა თბილისში იყო ჩემს, მაშინ ვეხუმრებოდი რეიფს, რომ აი მე რომ ჩემ შვილიშვილებს მოუყვები, რომ ლონდონში თემთა პალატის სპიკერის რეზიდენციაში მე და რეიფ ფაინსი ერთად ვსვავდით. და თან ეს ჩემი შვილიშვილები რომ იფიქრებენ, რომ ბაბუმ გარეკა და ამ დროს რომ ეს იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტება, იმიტომ რომ მართლაც ასე იყო. ძალიან კარგი ადამიანია, აღარ ვიტყვი იმას, რამხელა არტისტია. მოგეწონათ კონკლავი? კონკლავი მომეწონა და სამაგეროდ არ მომეწონა დაჯილდოების შედეგები.